კიდევ ერთხელ ყოველს მოგესალმებით, თქვენ უყურებთ დილის გადაცემა განთიაძე და ახლა სტუდიაში სასაუბროთ მოგზავნდა დეკანოზის ზურაბ ცხოვრებაზე. დილო მშვიდობის მამა დაგლოცეთ. დილო მშვიდობის მართლა დაგლოცეთ. ჩვენ ამასთანავ ვისაუბრეთ ერთ-ერთი თხზულების შესახებ, ეს გახლავთ წმინდა გრიგოლ დიოლოვოსის თხრობანი იტალიელი მამების შესახებ და ჩვენ თქვით, რომ ეს თხზულება განსაკუთრებულად გამორჩეულია რამოდენიმე ფაქტის გამო, ეს გახლავთ ის, რომ პირველ რიგში ის საოცარი ცხოვრებები, რაც აქ აღწერილია და პირველი საუკუნის იტალიელი მამების ცხოვრება, როდესაც ეკლესია ერთიანი იყო და გარდა ამისა ეს არის ის შესანიშნავი განმარტებები, კომენტარები ამ ცხოვრებებზე, რომელსაც აკეთებს თვითონ ავტორი, შემკრები ამ ცხოვრებისა, ეს გახლავთ წმინდა გრიგოლ დიოლოვოსი. ანუ ბევრი ის კითხვა, რაც უჩნდება ხოლმე ადამიანს წმინდანების ცხოვრებისას, სწორედ აქ არის დასმული და ამავე დროს პასუხიც არის გაცემული. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ამ თხზულებას ხშირად უნდა უბრუნდებოდნენ მორწმუნე ადამიანები და დღეს ჩვენ გვინდა 2-3 მაგალითი მოვიტანოთ ამისგან. ერთ-ერთი პირველი მაგალითი, რომელზეც შედარებით ცალად ვისაუბროთ, ეს გახლავთ წმინდა ბონიფატე მოწყალეს ცხოვრებაში მომხდარი ერთი სასწაული. წმინდა ბონიფატე მოწყალეს ეკლესია იხსენიებს 1 იანვარს, ახალი სტილით 1 იანვარს. და იგი გახლავთ მე-6 საუკუნის მამა. ერთ-ერთი ღარიბი ეპარქიის მმართველი იყო, ეკლესიის მმართველი იყო და ერთადერთ ასე ვთქვათ, ქონებას ამ ეპისკოპოსსაც წარმოადგენდა და მისი ეკლესიისა წარმოადგენდა ზვარი. ანუ დიდი ვენახი და რაღაცნაირად ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი მათთვის ერთადერთი დასახდენი მატერიალური თვალსაზრისით. და მოხდა ისე, რომ ერთხელ ისეთი საშინელის ცეტყვა მოვიდა, რომ ვენახი თითქმის მთლიანად გაანადგურა. და ალაგ-ალაგ შერჩა მხოლოდ ცალკეული ყურძნის მარცვლები, როგორც ხდება ხოლმე ახლა ცეტყვა მოგეხსენებათ, ეს ჩვენთანაც სამწუხაროდ ხდება ხოლმე და ჩვენ ხედავთ ხოლმე იგივე ტელევიზორის ეკრანებიდან თუ ზოგი თავის თვალით თუ როგორ არის განადგურებული ხოლმე ვენახი. ხა როგორ იქცევა ეპისკოპოსი, როგორ იქცევა წმინდა ბონიფატე მოწყალე ეპისკოპოსი, იგი როცა მივიდა ნახა ეს ვენახიო, გულწრფელი მადლობა შესწირა უფალს, რომ აი მათ სიღარიბეშიც კი მოიხილა უფალმა ისინი. ანუ აქ ესე იგი მან გამოავლინა პირველი ქრისტიანებისთვის დამახასიათებელი, ესე ვთქვათ, მიდგომა, განსაცდელის ჭირის და გაჭირვებისადმი, როდესაც ისინი ამას თვლიდნენ როგორც წყალობას უფლისა. ანუ რომ უფალს ისინი ახსოვს და უგზავნის მას განსაცდელებს და ამით რაღაცნაირად კიდევ ერთხელ აძლევს საშუალებას, რომ მეტის ასოება დაამყარონ უფალზე, მეტად მიენდონ უფალს და ესე იგი გამოცდაც არის ეს გარკვეულწილად იქნება თუ არა მათი გული ავსილით კვლავ მადლიერებით და კვლავ ესე იგი თავდაბლობით და მორჩილებით ყველაფერი იმის მიმართ რაც უფალმა მათ განუგუძს. ანუ ეხლა დღევანდელ ადამიანს ეს ძალიან უჭირს ასეთი მიდგომა. ამის შემდეგ უფრო შორს მიდის მისი ღვაწლი და მისი საოცარი ესე იგი თავდადება და სულიერი მდგომარეობა, მართლაც რომ ამაღლებული სულიერი მდგომარეობა წარმოჩინდება. როდესაც მოახლოვდება რთველის დრო, იგი ავალებს თავის შვილიშვილს, რომელიც ასევე სასულიერო პირი იყო, რომ მოამზადოს კასრები რთველისათვის. ძალიან გაუკვირდაო შვილიშვილს რა კასრების მომზადებაზე ალაპარაკი, როცა ფაქტიურად მოსავალი აღარ არის, მაგრამ აღარაფერი არ უთქვასო და მათაც მოამზადა ეს ყველაფერი, ჭურჭლები გარეცხა, რაც გასაკეთებელი იყო გააკეთა, საწნახელიც ესე გაახეხა, გარეცხა და აი დადგა ეგრეთ წოდებული რთველის დრო, ეგრეთ წოდებულს ვამბობ, იმიტომ რომ იმდენად ცოტაა მოსავალი, რომ ფაქტობრივად რთველი აღარ ქვია მას. მოაკლებინა საწკესაც კი რაიმე მარცვალი იყო შერჩენილი ვენახში, მოატანინა საწნახელში, ჩააყრევინა და იქ პირდაპირ ხალხმით არის ნათქვამი, რომ ცოტა იყო ძალიან. მოიყვალა ვიღაცა პატარა ბავშვი და ამ ბავშვს დააწყვეტინა ეს ყურძენი, დააწურინა ეს ყურძენი.
შემდეგო თვითონვე შეაგროვა ეს მცირეოდენი წვენი, ყურძნის წვენი, ბადაგი და რაც კი ჭურჭლები იყო, ცოტ-ცოტა ჩაასხა ყველაფერშიო. წერია რომ ზოგიერთი რამოდენიმე წვეთმა მოუწია, ძლივს ეყო ყველა ჭურჭელზე თითო რამოდენიმე წვეთიც კი. წარმოიდგინეთ მოსავალი რა მცირე იყო. ამის შემდეგო დავალა თავის სასულიერო პირებს რომ მოიყვანეთო ღარიბ ღატაკებიო. მოიყვანეს ღარიბ ღატაკები მის მარანში და უცბად აღმოჩნდა რომ სათნახელი სავსე არის წვენით, ყურძნის წვენით. და მან აუსო ყველას ეს თავიანთი ჭურჭლები ყურძნის წვენით, ესე იგი ატანდა ყველას ამ წვენს, როდესაც დარწმუნდაო რომ ესე იგი ყველას უკვე საკმარისი რაოდენობით გაატარეს წვენი. ამის შემდეგ დაკეტა მარანი, დაბეჭდაო და ეს მარანი გახსნა მან მხოლოდ 3 დღის შემდეგ. და როდესაც შევიდნენ ამ მარანში დაინახეს რომ ყველა ის ჭურჭელი რომელშიც რამოდენიმე წვეთი იყო ჩასხმული 3 დღის უკან ეს ჭურჭელი იყო პირთამდე სავსე. იმდენად რომ აი ცოტა რომ დაეგვიანებინათო გადმოვიდოდა ამ ჭურჭლებიდან და მთელი მარანი სავსე იქნებოდა ვინიოთო და ამის შემდეგ უკვე ესე იგი ეს დააბინავეს ეს ყურძენი და ჰქონდათ უკვე იმ წელს უხვი მოსავალი. აი ესეთ რაღაც საოცარი სასწაული აქვს მას ჩადენილი. იქვე ესე იგი წმინდა ეპისკოპოსი ბონიფატე მოწყალე ეუბნება თავის ესე ქვეშემდომებს რომ იცოდეთ რომ სანამ მე ცოცხალი ვარო, მანამდე ეს ამბავი არავის არ მოუყვეთო. ანუ დამალეთო ეს ამბავი. აი ესე დიდი სასწაული ჩაიდინა და იგი კი მოსულნია იმისა, რომ ეს სასწაული არ გამჟღავნდეს, არ გახმაურდეს. და აი აქ უკვე დიაკვანი პეტრე ეკითხება წმინდა გრიგოლ დიალოგოს, იმიტომაც ქვია მას დიალოგონი ძველი ქართულად, დიალოგის სტილში მიდის პეტრე, დიაკვან პეტრესა და ეპისკოპოს შორის. და სწორედ აი ჩვენთვის ალბათ ყველა მორწმუნეთვის საინტერესო კითხვებს აქ თვითონ დიაკვანი პეტრე სვავს ხოლმე ეპისკოპოსის წინაშე. ასეთ რამეს ეკითხება რომ რატო გააკეთაო ეს აი რატომ ამითიო რატომ სწორედ სარგებლობს შემთხვევითო და გავიხსენებო სახარებიცეულ შემთხვევას, როდესაც მაცხოვარმა ორი ბრმა გაანკურნაო და მათ მკაცრად უთხრაო რომ ამის შესახებ არავის არ უთხრათო. თუმცა ესო შეუძლებელი იყო. და აი აქ ასეთ განმარტებას იძლევა თხზულების ავტორი წმინდა გრიგოლ დიალოგოსი, ის ამბობს ასეთ რამეს რომ მართალიაო მაცხოვარმა მართლაც აი ესეთი დარიგება მისცა აი ამ ბრმას რომ მათი განკურნების შესახებ არავის არ უნდა ცოდნოდა და ეს შეუძლებელი ჩანდა, როგორ შეიძლება არ გამჟღავნებულიყო, რომ ბრმა იყო ადამიანი და გახდა თვალი აეხილა, ხო? მაგრამ ამითიო მან გამოამჟღავნაო, ესე იგი, ამითი გაკვეთილი მოგცა ყველა ჩვენთაგანსო, რომ თუ კი ვინმე დიდ საქმეს ჩაიდენს, მას ჰქონდეს შინაგანი განწყობა იმისა, რომ ეს საქმე არ გამჟღავნდეს, ეს საქმე იყოს დაფარული, დამალული. ანუ მარჯვენა რასაც აკეთებს ის არ იცოდეს მარცხენა და იყოს დაფარული და მართლაც ბევრი წმინდა მამა ასეც აკეთებდა, რაღაც სასწაულს ჩაიდენდა და შემდეგ იგი ცდილობდა რომ ამის შესახებ არავის არ ცოდნოდა. სწორედ ბონიფატე მოწყალემ აი ამაში მიბადა მაცხოვარს. მეორე მხრივ კი ესე იგივე შეუძლებელს ესე იგი ის რომ ითხოვდაო ბრმებისგან ამას რომ არ გამჟღავნებულიყო, ეს არნიშნავდა რომ იმას რომ კი რაღაცას ისეთ იცხოვდა რაც შეუძლებელი იყო, ის უბრალოდ ამით ცდილობდა რომ მის მიმდევრებისთვის გაკვეთილი მიეცა, რომ ყოველას უნდა ქონოდა ეს შინაგანი განწყობა, რომ მათ მიერ მოგთენი სასწაული არ გამჟღავნებულიყო. აი ეს არის მთავარი აქო. ამ შემთხვევაში უკვე გრიგოლ დიალოგოსი ჩვენ გვეუბნება არა მარტო როგორც მთხრობელად იმდროინდელი მამების, წმინდა მამების ცხოვრების, არამედ უკვე განმარტებელად სახარებისა. იმიტომ რომ იგი განმარტავს, კომენტარს აკეთებს, თარგმანებას ძველ ქართულად რო ვთქვათ,
აკეთებს ორი ბრმის განკურნებაზე. სახარებაში აღწერილი ორი ბრმის განკურნების შესახებ. აი ესეთი საინტერესო თქვათ კომენტარია მისი მხრიდან გაკეთებული. ეხლა მეორე შემთხვევა რაც აღწერილია ამავე თხზულებაში აქ არის აღწერილი შემთხვევა ერთი ეშმაკეული ადამიანისა, ერთი ქალბატონი რაღაც მისი შეცოდების გამო ჩავარდება საშინელ განსაცდელში, ესე იგი მას შეიპყრობს ეშმაკი და სასტიკად აწამებს და აწვალებს. ეხლა რას აკეთებენ მისი ახლობლები? ისინი იმის მაგივრად რომ პირდაპირ ეკლესიას მიმართონ, ჯერ მიმართავენ კითხავებს, ჯადოქრებს და ცდილობენ მათი მეშვეობით, ესე იგი განიკურნოს ეს ქალი. და მართლაც ეს ჯადოქრები ცდილობენ ამ ქალის განკურნებას, რაღაც თავის ჯადოსნურ მოქმედებას მიმართავენ და მოხდება ასეთი რამ, რომ ის ეშმაკი, ერთი ეშმაკი დასტოვებს ამ ქალს, მაგრამ მოვა ლეგიონი ბოროტისულებისა და ის შევა ქალში და უარეს დღეში აღმოჩნდება იგი. ესე იგი უფრო მეტ ყვირილს იწყებს ის და უფრო მეტად იწყება, უფრო მეტი ტანჯვაში აღმოჩნდება იგი. უფრო მეტად გაუბედურდება და ამ დროს ესე იგი ახლობლები დაინახავენ ასეთ მდგომარეობას ამ ქალისა, მოილაპარაკებენ ერთმანეთში და გადაწყვეტენ რომ უკვე მიმართონ სხვა ასევე წმინდა ცხოვრების მქონე ეპისკოპოს ფორტუნატეს. რათა მან უშველოს უკვე აი ამ ქალს. და მართლაც იწყებს იგი ლოცვას და დღე და ღამე ლოცულობდა რამდენიმე დღის მანძილზე და უფრო და უფრო უმატებდა ლოცვას, იმიტომ რომ მან იცოდა ესმოდა მას, რომ უკვე მას მთელი ლეგიონი ყავს განსადევნელი აი ამ ქალისგან. არა ერთი ეშმაკი ყავს მარტო განსადევნელი, არამედ მთელი ლეგიონი ყავს განსადევნელი და მართლაც რამოდენიმე დღეში იგი მის ახლობლებს დაუბრუნებს აი ამ ქალს, ისეც როგორიც მანამდე იყო, ესე იგი თითქოს საერთოდ არანაირი ესე იგი შეპყრობილობა ამ ქალს არ აწუხებდა აი ცოტა ხნის წინ. აი ასეთი იყო ფორტუნატი, ასე პირდაპირ ესე ამბობს წმინდა გრიგოლ დიოლოგოსი. აი ასეთი ძალის მქონე იყო იგი. აი აქ რა არის მნიშვნელოვანი და ყურადსაღები სხვა რაღაცასთან ერთად. ეს გახლავთ აი სრულწმენა, პირდაპირ სრულწმენას უწოდებს ამას გრიგოლ დიოლოგოსი, რასაც გამოიჩინენ ეს ახლობლები თავიანთი ესე იგი ახლობლის მიმართ, ეშმაკეული ახლობლის მიმართ, როდესაც ისინი ესე იგი მიმართავენ ისევ ჯადოქრებს მის განსაკუთრებად. ესე იგი ბოროტით არ განიკურნება. და ეს არის ძალიან ესე იგი სახასიათო შემთხვევა, როდესაც დღევანდელ დღესაც ხანდახან ადამიანი მძიმე მდგომარეობაში და ცდილობენ მიშველას ისეთი ძალების მეშვეობით, რომლებიც ამას ვერ შეძლებენ. თანამედროვე მკითხავების მეშვეობით, თანამედროვე ჯადოსნების მეშვეობით, რომელსაც სხვადასხვა სახელწოდები შეიძლება ქვია. შეიძლება ბიოენერგო კორექტორი ერქვას, ან რაღაც ამდაგვარი ერქვას. და სინამდვილეში რაღაცა ესე იგი ბიოველის გამსუფთავებელი, რა ვიცი, 1000 გვარი ტერმინოლოგია შეიძლება ექსტრასენსათაც მოიხსენიონ ის რაღაცა და ამითი ესე იგი ცდილობენ რომ თითქოს განკურნონ ადამიანები ან უშველონ და აი ეს მაგალითი ძალიან კარგად აჩვენებს ამას, რომ ესე იგი თითქოს მათ მიაღწიეს მიზანს ამ ჯადოქრებმა და მკითხავებმა აი იმ ეპოქაში, მაგრამ ერთი ეშმაკი განდევნეს და იმის მაგალითად მთელი ლეგიონი მივიდა რა. ანუ რა თქმა უნდა, აი იმავე საშუალებებით განკურნება არ ხდება. უნდა სასწაული არის ორი სახის, ერთი რომელსაც ახდენს უფალი, მეორე რომელსაც ახდენს ეშმაკი. და ბუნებრივია რომ ეშმაკი თავის წინააღმდეგ არ წავა და თუ კი ესე იგი ადამიანი იტანჯება რაღაც ასეთი ძიმე მდგომარეობით, რასაც ქვია შეპყრობილობა, იგი ხა ამას არ განკურნავს. თუ განკურნება მოხდება ბჭყალებში, არა, ეს იქნება უბრალოდ ფსევდო ცრუ განკურნება, რომელსაც აუცილებლად შემდეგ მოყვება რაღაც უარესი, რაღაცა ძალიან მძიმე
და რაღაც ისეთი, რაც ადამიანის არც ხეულს წაადგება და არც მის სულს არ წაადგება, რაც მთავარი. ამიტომ ეს ყველამ უნდა დავიმახსოვროთ აი ამ მაგალითიდან გამომდინარე და მესამე შემთხვევა, ასე იგი, აღწევს იგი აი ამ დიდი მამების სასწაულებს და შემდეგ დიაკვანი პეტრე ეკითხება ეპისკოპოს გრიგოლს, რომ ამბობენ, რომ ეხლა აღარ დარჩნენ ესეთი მამებიო, რომ ესე დიდ სასწაულებს აქცენტენ. თითქოს არა ჩანსო, რომ ესე დიდი სასწაული. ესეთი მომენტი არის, რომ 604 წელს არის გარდაცვლილი გრიგოლ დიალოგოსი. ანუ ეს ადრეული ეპოქაა ქრისტიანობის და წარმოიდგინეთ ეხლა ეს დიალოგონი კიდე უფრო ადრე არის დაწერილი მის გარდაცვალებამდე. წარმოიდგინეთ, რომ მაშინდელ მდგომარეობაზეც კი დიაკვანი პეტრე ჩივის, რომ აღარ დარჩნენო დიდი მამებიო და ეხლა რაღა უნდა ითქვას უფრო გვიანდელ ეპოქაზე, არა? და რას ამბობს ეხლა გრიგოლ დიალოგოსი? არაო, ესეთი მამებიო ეხლაც არიანო და თუ კი ისინი დიდ სასწაულებს არ ჩადიანო, ეს არ ნიშნავსო, რომ ესე იგი ისინი თავიანთი ღვაწლით ამ დიდ მამებს არ მათი თანასწორი არ არიანო. და ჩვენო კი არ უნდა ვიმჟელოთ, რომ მხოლოდ გარეგნული ნიშასწაულებითო, რასაც ადამიანი ახდენსო, მოღვაწე ახდენსო, არამედ თვითონ მოღვაწეობის ხარისხითო, რა როგორი მოღვაწეა ადამიანი და რა ღვაწში და შრომაში და თავდადებაში არის ღვთის წინაშეო. და ასეთი მაგალითი მოაქვს მას. აი რომ შევადაროთ წმინდა მოციქული პეტრე და წმინდა მოციქული პავლე, რომლებიც სულიერი ძმები იყვნენ. თანაც მოღვაწეობის თვალსაზრისით ისინი ძმები არიანო, სულიერი თვალსაზრისით ძმები არიანო. და აი რაო, პეტრე მოციქულიო წყალზე დადიოდაო და მათეს მსახარებიდან შესაბამის ადგილს იხსენებს მეცხრე თავიდან, როგორ გაიარა პეტრე მოციქულმა წყალზე. ხოლო პავლე მოციქულიოსო კი სამჯერ ჩაეძირა გემიო. ანუ ერთი ხა გარეგნულად თუ იმჟელებთ, ერთიო წყალზე დადის თავისი ფეხით, მეორეს კი გემით მგზავრობას კი სახეხიფათი შემცველიაო. და ჩვენ გარეგნულად ვიმჟელებთ, რომ აი სასწაულების მოხდენას შეიძლება ვიღაცა მიფიქროს, რომ რაღაცა პეტრე უპირატესია, მაგრამ ჩვენ ხო ვიცით, რომ პავლემ არანაკლები იშრომა სხვა მოციქულებთან შედარებითო და ისინიო პეტრეს და პავლეცო ღვთის წინაშე თანაბრები არიანო. აი პირდაპირ ამას სიტყვას ამბობ. თანაბარნი არიანო ისინი პეტრე და პავლე ღვთის წინაშეო და ამიტომ ჩვენ უნდა ვიმჯელოთ აი ღვაწლის მიხედვით. აი ესე ძალიან მნიშვნელოვანია, რაღაც ღვთის განგებულების გამო შეიძლება ადამიანები არ ახდენდეს სასწაულებს, დიდ სასწაულებს, არ აჩვენებდნენ ამ რაღაც სასწაული კი ხდებოდეს მათ ცხოვრებაში, მაგრამ ეს არ იყოს გახმაურებული, ეს არ იყოს ცხადი სხვა ადამიანების წინაშე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შეიძლება ის ვიღაცას ჩამორჩება. ამიტომ მხოლოდ გარეგნული ნიშნებით არ უნდა ვიმჟელოთ ჩვენ. და ახლა ამასთან დაკავშირებით ეს პარალელს გავაკეთებ, რომ წმინდა მამები წინასწარ მეტყოლებდნენ ასეთ რამეს, რომ ბოლო ჟამსო, ასე იგივე დიდი სასწაულებსო აღარ მოახდენენო მამებიო, ქრისტიანებიო, ნაკლებად მოახდენენო, იმიტომ რომ უკვე აღმქმელი ამ სასწაულების აღარ იქნება ადამიანს. სწორად რომ აღიქვან, სწორი დასკვნა გამოიტანონ და ამის შემდეგ შეცვალონ თავიანთ ცხოვრება, რა. ესე იგი სასწაულის მიზანი კი არ არის. მან თუ ვიღაცას არ უკადაგა, ვიღაც არ გამოასწორა, ვიღაცას მეტი ძალა და სტიმული არ მისცა სულიერი ცხოვრებისთვის, მაშინ რა აზრი აქვს, არა, მაგას თუ არ განამტკიცა სარწმუნოებაში, თუ საზოგადოება ამისთვის მზად არ არის და თუ ის მისთვის ეს იქნება მხოლოდ სენსაცია, მხოლოდ რაღაცა ცნობის მოყოლების დაკმაყოფილების საშუალება, მაშინ რა თქმა უნდა უფალმა შეიძლება არ დაუშვას შესასწაული ადამიანებზე. ასე რომ ყველაფერს აქვს ძალიან ღრმა აზრი და ყველაფერი საბოლოოდ იცის უფალმა, რისი დაშვება ხდება და რისი დაშვება არ ხდება. ჩვენ კი ერთადერთი რამ უნდა გავაკეთოთ, რომ რაც შეიძლება ხშირად მიმართოთ წმინდა მამებს, რათა მათგან მივიღოთ სულიერი საზრდელი და მათი ცხოვრების აღწერით ჩვენ მივხვდეთ ის თუ რა არის ჭეშმარიტი ქრისტიანობა და რამდენად განსხვავდება დღევანდელი ქრისტიანობა, თქვათ იმ ძველი ქრისტიანობისგან,
როდესაც ადამიანების დამოკიდებულება სარწმუნოების მიმართ, ღვთის მიმართ, განსაცდელების მიმართ იყო აბსოლუტურად განსხვავებული. დიდი მადლობა მამაზურებ. მე შეგახსენებთ გვესაუბრებოდა დეკანოზის ზურაბ ცხოვრებაზე, ახლა